შუადღე მშვიდობის მოგესალმებით. ისევ და ისევ კაიხანია ვიდეო არ გადამიღია, მაგრამ გითხარით რომ მეთქი ცოტა ხანი დაელოდებით ვიდეოს თქო, იმიტომ რომ უნივერსიტეტში გამოცდები მქონდა სამსახურში დატვირთული ისეთ სიტუაცია მქონდა და შესაბამისად ვიდეოც არ გადამიღია ამ პერიოდის განმავლობაში, მაგრამ იმდენი რამ მოხდა ახალი ამ პერიოდის განმავლობაში, რომ ყველაფერი უნდა მოგიყვეთ. ესე ცოტა არ იყოს ცივა. მოდი გათბობას აქეთ შემოვაბრუნებ, თორე ძალიან ცივა. ძალიან ცივა რა. გამო ერთი წამილებო მოვალ ეხლავე მოვალ ესე ეგარი მაქსიმალურად ახლოს მოვიტანე გათბობაც, როგორც კაბელმა მომცა საშუალება. მოკლედ საიდან დავიწყო აღარ ვიცი. რავი რა, ერთადერთი ის ვიცი, რომ ძალიან მშვენიერია ცხოვრება, ძალიან სასწაულია რა, რაც არ უნდა ფიქრობდეთ, რომ ყოველი დღე ერთმანეთს გავს, არც ერთი დღე არ არის ერთნაირი. ანუ ყოველი დღე რაღაცა განსხვავებული მაინც ხდება. ხო და უბრალოდ არ უნდა გქონდეთ ეგეთი მიდგომა, რომ ყოველი დღე ერთმანეთს გავს და მაგიტო ცხოვრება არ არის საინტერესო. რეალურად რამხელა ბედნიერებაა, როცა სრულიად შენზეა დამოკიდებული, როგორ წარმართავ შენს ცხოვრებას და რა შეცვლი, ესე ვთქვათ, უკეთესობისკენ. ზოგი უარესობისკენ ცვლის, ზოგი უკეთესობისკენ. რა მოკლედ ესეთი სიტუაცია მაქვს. როგორც იქნა იმ სამსახურიდან წამოვედი, სადაც თავს უკვე კომფორტულად და ბედნიერად ვეღარ გრძნობდი, მიუხედავად იმისა, რომ თანამშრომლებს კარგი ურთიერთობა გქონდა, არანაირი დიდად სასწაული ფიზიკური დატვირთვა არ იყო, უბრალოდ მე თვითონ ვარ ეგეთი პიროვნება, რომ მე თვითონ უკვე აღარ შემეძლო იქაური სიტუაციისატანა და უბრალოდ მომბეზდა რა. წელიწად ნახევარი ვიმუშავე და მადლობელი ვარ იმ კარგისთვისაც და ცუდისთვისაც, რაც ამ სამსახურმა მომცა, იმიტომ რომ რავი, ძალიან ბევრი რამე მასწავლა და ძალიან ბევრი ადამიანები გავიცანი და რავი, მოკლედ ყველანაირად რაც იყო, კარგი იყო რა. ძალიან გამიჭირდა ამ გადაწყვეტილების მიღება, არ ვიცი რატომ. დიდი ხანი ვფიქრობდი ამ სამსახურიდან წამოსვლას, მაგრამ ვერ მივდიოდი იმ გადაწყვეტილებამდე, რომ განცხადება დამეწერა. ცხელია. არ ვიცი რატომ მიჭირდა ესე ძალიან განცხადების დაწერა. რა, ანუ ძალიან უარყოფითი ფიქრები მიტევდა რა. ყოველთვის, როდესაც ვიფიქრებდი განცხადების დაწერას, სულ ცუდზე ვფიქრობდი რა. ანუ მოდი და სამსახური ვერ ვიშოვო და სამსახურის გარეშე დაავრჩე, უფულობა არ შემიძლია რაღაცა იქ, ან რაღაცა რო არ მომეწონოს ახალი სამსახური, ან ისეთი სიტუაცია რო არ იყოს, როგორი სიტუაციაც აქ არის და სულ ეგეთ ცუდ რაღაცებზე ვფიქრობდი და ძალიან მიშლიდა ხელს ეგ ფიქრები. რომ წამოსულიყავი რა, ძალიან მიჭირდა. არ ვიცი რატომ
თან ვერ ვეგუებოდი, იცით რას? აი ყველაზე მეტად რაც მაწუხებდა, ვერ ვეგუებოდი იმ სიტუაციას, რომ იცით რა არის, ვფიქრობდი, რომ უკვე მე ამ სამსახურში ჩემი მაქსიმუმი ჩავდე, ამ სამსახურმა მომცა ის ცოდნა და გამოცდილება, რაც გამომადგება ცხოვრებაში, მაგრამ სულ ვფიქრობდი იმაზე, რომ მე ამ სამსახურში ამის იქეთ მეტად ვეღარ განვითარდები. რაც შემეძლო და რაც შეეძლო ამ სამსახურს მოეცა, ის უკვე მომცა და მე აქ ვეღარ განვითარდები და აი იყო რაც ყველაზე მეტად მაწუხებდა. ახალგაზრდა ბიჭი ვარ, ჩემი მიზნები მაქვს, ოცნებები მაქვს, რაღაცა იქითური, აქეთური და ძალიან მაწუხებდა ეგ, რომ აი თითქოს ვერ ვხედავდი განვითარების პერსპექტივას და თავს ვაძალებდი აქ ყოფნას. და ეგ მიშლიდა ხელს. როგორც იქნა, ბოლოს იყო ისეთი სიტუაცია, ბოლო ერთი კვირა მოგვიწია მარტო აქ ჩრდილი რაც ცუდათაა. მარტო მე და მენეჯერს მოგვიწია ბოლო ერთი კვირა ფილიალში ყოფნა. დილიდან საღამომდე მაღაზიას ვაღებდი, უკეტავდი, სალაროსთან მე ვიყავი, სხვა პლუს ძალიან ბევრ საქმეს ვაკეთებდი. მაგრამ არ არის ისეთი კატასტროფული მუშაობა, როგორიც მაგალითად ორი ნაბიჯის ფილიალებშია. ძალიან ისეთი პატარა მყუდრო მაღაზიაში ვიყავი, მაგრამ ძალიან ურტყავდა მაგ ერთმა კვირამ მოკლედ იმოქმედა ჩემ ნერვულ სისტემაზე, იმიტომ რომ გინდა არ გინდა აი რომ მიდიხარ თქვათ მაცივრის გადასავსებად და ეგრევე მოხმარებელი შემოდის და სალაროსთან გარბი ხარ და მოკლედ წინ და უკან გიწევს სირბილი და მაგ ერთმა კვირამ მიმოხვედრა, მადლობელი ვარ მაგ ცუდი ერთი კვირისთვის, რომელიც წლების მერე არც მე მახსოვრება, მაგრამ გინდა არ გინდა კარგს ვერ დავარქმევ. და მენეჯერს ვეუბნები, რომ მეთქი განცხადება დამიწერე თქო. არა, განცხადება დამიწერე თქო კი არა, შვებულება მეკუთვნოდა. და მენეჯერს ვკითხე, რომ მეთქი სუსტად მითხარი, რამდენი ხანი შემიძლია შვებულებაში გასვლა თქო, რომ ერთიანად გავიდე თქო და შვებულებიდან რომ მოვალ, მერე დავწერო განცხადება თქო და ანუ სპარს აქვს ეგეთი მოთხოვნა, რომ განცხადებას რო დაწერე, ერთი თვე უნდა იმუშაო. თუ გინდა რომ კონტრაქტი არ დაარღვიო, თუ გინდა რომ დარღვევით არ წახვიდე და თქვათ მერე თუ დაგჭირდა ისევ დაბრუნდე ან რაღაცა, ერთი თვე უნდა იმუშაო და მენეჯერმა ისე გამიკეთა, რომ ორი კვირა გეკუთვნის, რომ შვებულებაო. ესეთი რაღაც მითხრა, რომ ორი კვირა გადი შვებულებაშიო, შვებულებიდან რომ გამოხვალ ორი კვირა იმუშავე და მერე ჩვეულებრივად წადიო რა. ანუ ერთი თვის ნაცვლად მომიწია ორი კვირა მუშაობა. არც კი, იმიტომ რომ უფრო ადრე წამოვედი. ხო და გუშინ წინ მქონდა ბოლო დღე სამსახურში. ვაიმე, ისეთი მშვიდად და ისეთი ტკბილად და თბილად ვიყავი. რაღაცნაირად კი, რა თქმა უნდა, თანგული დამწყდა. ძალიან მიჩვეული რო ვიყავი და გინდა არ გინდა ძალიან რაღაცნაირად ისე ვიყავი. გული დამწყდა რა, რო წამოვედი, მაგრამ ძალიან მშვიდად ვარ. ანუ აი არ ვიცი, არ ნერვიულობ არაფერზე, ჯერჯერობით. ეხა ერთი სამსახურიდან ველოდები პასუხს, ყველაზე მეტად რომელი სადაც მინდა რომ ესე ვთქვათ მივიდე და ვიმუშაო, ჯერ მაქედან ველოდები პასუხს, სხვაგან არსად არ ვაგზავნი განცხადებებს. 2-3 დღეშიო, ნუ 3 დღე, მაქსიმუმ 5 დღე დაველოდები. და ნახოთ რა იქნება თუ მაქედან ეხა 5 დღის განმავლობაში თუ არ დამირეკეს, უკვე სხვაგანაც გავაგზავნი განცხადებებს. ეხა მე რომ სხვაგან გავაგზავნო განცხადებები, ძალიან მალევე რეკავენ ხოლმე და გასაუბრებაზე გიბარებენ და არ მინდა რომ ის სამსახური ესე ვთქვათ გავმაზო და ჯერ იმას ველოდები პასუხს. ასე რომ მშვიდად ვარ რა, არ ვიქექები ვაკანსიებში, არც არაფერი ვიცი რომ განცხადება გაგზავნილი მაქვს და ველოდები პასუხს მშვიდად.
და გემრიელად. ხო და ესე არა, ესე იგი აი როგორი ბედნიერი ვარ და როგორი კმაყოფილი ვარ საკუთარი თავით ვერ წარმოიდგენთ. აი სიამაყის შეგრძნება მაქვს რაღაცნაირად, რომ ამდენი რაღაც შევძელი და ვიცი, რომ ჯერ კიდევ წინ მაქვს ძალიან ბევრი რამ. ესე იგი ზოგადად ამბობენ, რომ შენი მიზნები, ოცნებები, თუნდაც სიახლეები არ უნდა გაუზიარო სხვა ადამიანებს, იმიტომ რომ თითქოს და როგორი ტყვიან, იცით, მე გგონია, რომ ის უკვე მოხდა და რაღაცა აღარ გაქვს იმხელა მოტივაცია იმ რაღაცის გაკეთების. ზოგმა იცის თქმა, რომ აი თვალი გეცემა სხვას, რომ მოუყვები და რაღაცა, მაგრამ მე პირადად არ შემიძლია. აი ძალიან ბევრი ადამიანია მართლა ისეთი, რომ ძალიან იდუმალი, ესე ვთქვათ, ისე მოქმედებს და ისე აკეთებს ყველაფერს, რომ არავის არაფერს არ უყვება. ჩემი ძმა მაგალითად საერთოდ არაფერს არ მოგიყვება. რაც არ უნდა უჭირდეს, დახმარება ჭირდებოდეს, რჩევა უნდოდეს, რაღაცა კარგი ხდება თუ ცუდი ხდება მის ცხოვრებაში, არაფერს არ მოგიყვება. ხო და რაღაცნაირად ნაწილობრივ არ მომწონს ეგ. და მე ისეთი პიროვნება, როგორც კი რაღაცა ახალი იწყება ჩემს ცხოვრებაში, რაც ჯერ არ მომხდარა, ეგრევე უნდა მოუყვე ვიღაცეებს, მაგრამ ძალიან ისეთ ძვირფას ადამიანებს უყვები რა. უცხოს არავის, ვისთანაც თავს ესე შინაურულად გრძნობ ეგეთ ხალხს, მაგრამ რეალურად არ არის ისეთი მიზანშეწონილი, როცა შენსას ყველაფერს სხვას უყვები რა. მაგრამ მე ეგეთი პიროვნება ვარ და რა გავაკეთო, მით უმეტეს იცით, რომ თქვენ ეხა კი ჩემთვის უმეტესობა უცხო ხართ. ეხა 1000 ნახვა რო აქვს ვიდეო, შეიძლება 5 იყოს ისეთი ადამიანი, ვინც კომენტარს მიწერს და ვისაც უკვე სახელით და გვარით ვცნობ, იმიტომ რომ ყველა ვიდეოს უყურებს და დიდი ხანია მიყურებს, მაგრამ გინდა არ გინდა ძალიან ბევრია უცხო. მაგრამ რავი, მე მაინც ყველაფერს ვყვები, ასე რომ ამ სიახლეებსაც მოგიყვებით. პირველ რიგში უღრმესი მადლობა ღმერთს, სამყაროს და ჩემს ძვირფას დედიკოს იმისათვის, რომ წამიყვანა იტალიაში. აი ეგ იყო ალბათ ამ ეტაპისთვის ყველაზე მეტად გარდამტეხი პერიოდი. როცა მას შემდეგ სხვა თვალით დავიწყე, ესე ვთქვათ, ხედვა რა. ანუ ნახეთ, 18 წლის ვიყავი მაშინ შარშან ზაფხულში, დედიკომ წაგვიყვანა, მე და ჩემი ნათესავი დედიკოებმა წაგვიყვანა იტალიაში 20 დღით და აი მაგ პერიოდით იმდენად დავტკბი, ეხა ნერვები მეშლება, რომ იყო დღეები, როცა რა ვიცი, მთელი დღე გვეძინა და სახლში ვიჯექით და არც ზღვაზე არ გავდიოდით, იქვე გვქონდა ზღვა, მაგრამ უკვე იმდენად ყელში ვქონდა ამოსული, რომ დღე ისე გავიდოდა, რომ ზღვაში არ ჩავიდოდით. ეხა ნერვები მეშლება, სიმართლე გითხრათ, როცა ისევ მინდა იქ მოხვედრა, ისევ მინდა იმ მოგზაურობის შეგრძნებების განცდა, მაგრამ არ მაქვს საშუალება და როცა მქონდა საშუალება, მაშინ არ დავაფასე ბოლომდე რა. მაგრამ აი ეგ პერიოდი იყო ყველაზე მეტად გარდამტეხი ჩემს ცხოვრებაში. ბავშვობაში ყველას ჰქონიათ შემთხვევა ალბათ, რომ აი ცაში რო თვითმფრინავის ხმას გაიგებთ და მაღლა იხედებით და ეძებთ, რომ აი სად არის თვითმფრინავი ნეტა, რატო არ ჩანს და
რო დაინახავთ და თვალს გააყოლებთ თვითმფრინავს, ეგ სიტუაცია ყველას ქონია ალბათ ბავშვობაში და როცა გავიზარდე და როცა პირველად ვიმოგზაურე იტალიაში, მას შემდეგ ძალიან დავინტერესდი ბორტგამცილებლობით. და ეს რაღაცნაირად სამყაროს დამთხვევაა, რომ მე 18 წლის ასაკში მომეცა იმის საშუალება, რომ მე მოგზაურა იტალიაში და დავინტერესებულიყავი რაღაც ახალი საქმით. ჩემს გარდა ხო რამდენი მგზავრობს ერთმფრენით, თუნდაც ჩემი ნათესავი ავიღოთ 17 წლისაა, თუ 16 წლისაა. არა, 17 წლისაა ჩემი ნათესავი, თან გოგოა და რავი, ჩვეულებრივად იფრინა საერთოდ არ დაინტერესებულა არც ავიაციით და არც ბორტგამცილებლობით. რატო? იმიტომ რომ ეს არის სამყაროს დამთხვევა რა. მე დავინტერესდი, მე მომეწონა. ეს არ არის ჩვეულებრივი რაღაც რა და არ ვიცი. იქედან მოყოლებული ბავშვობაში საერთოდ რა ვიცოდი რა იყო ავიაცია, რა ვიცოდი რა იყო ბორტგამცილებლობა, რა ევალებოდათ, რა არა, მაგრამ ზუსტად ეგ პერიოდი იმისთვის მოხდა ეგ ყველაფერი, რომ მე გამეგო თუ რა იყო ბორტგამცილებლობა და დავინტერესებულიყავი მოკლედ ამ საქმით. და ესე იგი ოქტომბერში კი არა და აგვისტოს 20 რიცხვში ჩამოვედით უკვე საქართველოში და მაქედან მოყოლებული იმდენად დავინტერესდი ავიაციით და ბორტგამცილებლობით, ყველანაირად, ყველა მხრივ, ყველა გზით ვცდილობდი, რომ რაც შეიძლება მეტი ინფორმაცია მომეპოვებინა ამ სამსახურთან დაკავშირებით. და ჩამოვედი თუ არა იტალიიდან და ესე იგი ამ სამსახურით დაინტერესების შემდგომ ზუსტად 3 თვეში სექტემბერი, ოქტომბერი, ნოემბერი. ხო რა, დეკემბრის რაღაცა დასაწყისი იყო თუ შუა რიცხვები ზუსტად არ მახსოვს, ხდება ჯორჯიან ეარვეისის ვაკანსია ბორტგამცილებლის. და მეთქი ბაჩო აუცილებლად უნდა ცადო. წარმოიდგინეთ, დაინტერესებიდან 3 თვეში უკვე პირველი მცდელობა მქონდა. მიუხედავად იმისა, რომ საერთოდ არ ვიყავი მზად, არ მქონდა ბევრი ინფორმაცია, მაინც გავედი, იმიტომ რომ ყოველთვის უნდა ცადო. და დილას ვიღვიძებ 7 საათზე, ჯერ მოვდივარ სამსახურში, რომ მაღაზია გავაღო და რო გამოვედი 7 საათზე სახლიდან, გათენებულიც არ იყო, ჯერ კარგად მაშინ ზამთარი იყო და ავტობუსის გაჩერებას რომ მიუახლოვდი, ეგეთი ვარსკვლავის ვარდნა მე ჯერ არ მინახავს რა, ჩემი ცხოვრების განმავლობაში ეგეთი სილამაზე არ მქონდა ნანახი. ვარსკვლავი ჩამოვარდა, გაანათა, გახაზა და მერე ჩაქვრა რა. ეგ იყო რაღაცა სასწაულის სილამაზე რა. ეგეთ მე არ მქონდა ნანახი და რატომღაც სამყაროს ნიშნად მივიჩნიე და ცაში ავიხედე და ღმერთო გთხოვ, ნეტა ეს ამბავი გამოვიდოდეს თქო რა, სურვილად ჩავიფიქრე. მერე მივდივარ სამსახურში, ვაღებ მაღაზიას. მოდის მენეჯერი მერე და გასაუბრება იყო პირველ საათზე თუ 2 საათზე შუა დღეს, ზუსტად არ მახსოვს. სადღაც ესე 12-ისკენ 12-ისკენ დავიძარი უკვე სამსახურიდან, გამოვიძახე ტაქსი, ჩავჯექი ტაქსში და რას ვხედავ? მანქანაში წინ უდგას ესეთი სუვენირი რა, ბრელოკივით რაღაცა, მრგვალ დასადგამზე დგას თვითმფრინავი. თვითმფრინავი რა, ვერტმფრენები როა პატარები, ხო იცით? სამაშველოები და რაღაცები. ამ მრგვალ რაღაცაზე დგას ვერტმფრენი და
ფრთები ტრიალებს. აი ეს რო დავინახე. გულის სიამაყით ამევსო. ვერ მოვითმინე და რო გავხედე ეს რაღაცას ვიძახი, რომ ეს ეხა ნიშანი არაა თქო. ანუ გულში უნდა მეთქვა, მაგრამ ხმამაღლა მეთქვა და რა ნიშანიო ტაქსის წყალი მეკითხება და ესე და ესე მეთქი ეს თვითმფრინავი რო დავინახე ძალიან გამიხარდა თქო. გასაუბრებაზე მივდივარ თქო, ბორტგამცილებლობა მინდა თქო და გზაში ვილაპარაკეთ ძალიან ბევრი და აუცილებლად გამოგივაო ეგ საქმეო ტაქსისტმაც მითხრა. მივედი ჯორჯიანი არვაისის ოფისში და იქ იმდენი ხალხი იყო. ჯერ ხო შიგნით ვერ შეხვიდოდი, იმდენად სავსე იყო და გარეთაც 1-30 კაცი გარეთ ვიდექით რა. ქარი იყო საშინელი, სიცივე იყო, დაახლოებით 1 საათი გარეთ ვიდექი და მე როგორც იქნა შევედი შიგნით და ანუ პირველ 2:30-ზე მისული 7 საათისკენ შევედი გასაუბრებაზე. თუ 7:30 იქნებოდა რომ შევედი. რაღაცნაირად თითქოს და მქონდა უკან დახევის მცდელობები, რომ მეთქი მოდი ბაჩო ეხლა შენ წადი სახლში რა. და რატო? იმიტომ რომ ფიქრობდი რომ აი ეხა ჯგუფად რო ანუ რამოდენიმე ადამიანთან ერთად რო შემიყვანონ თქო და იქ ინგლისურად რამე რომ მკითხონ და ბლუკუნს რო დავიწყებ, მეთქი სირცხვილია ამ ხალხთან, ანუ ყველას კარგად რო ეცოდინება რაღაცა და მე რო ბლუკუნით გავცე პასუხი და რაღაცა თქო და აი თითქოს და რაღაცნაირად მაგას შემაკავა, მაგრამ მე თან გავიგე ის ინფორმაცია, რომ თითო შედიოდნენ, რიგრიგობით შედიოდნენ გასაუბრებაზე და იმდენად მწამდა და მჯეროდა, რომ პირველის 2:30-ზე მისული 7-ზე შევედი და მთელი ამ დროის განმავლობაში 1.5 გარეთ ვიყინებოდი ქარში, ძალიან დიდი ხანი ფეხზე ვიდექი, საჭმელის ჭამაზე ზედმეტია საუბარი, წყალიც კი არ დამილევია ამ პერიოდის განმავლობაში, იქ კიბეებზე ვიჯექი, ხან ფეხზე ვიდექი რაღაცა და შევდივარ როგორც იქნა გასაუბრებაზე. ინგლისურად ტექსტები მზად მქონდა, ოღონდ უფრო დაზეპირებული მქონდა. ChatGPT-ის დაწერილი ტექსტით ვიყავი მისული. ამ წლების მერე ამას რომ გავიხსენებ და ამას რომ მოუყვები და უკვე მიზანს მიღწეული რომ ექნება, წარმოიდგინეთ რა ბედნიერი და რა ამაყი ვიქნები, რომ გავიხსენებ რა სულელური გზა გავიარე, ესე ვთქვათ, საიდან დავიწყე და სადამდე მივედი. ეგ იქნება ძალიან მაგარი. შევედი გასაუბრებაზე, მაგრამ უკვე იმდენად ძალიან 15 კაცი ვიყავით დარჩენილი, არც კი მე რო შევედი. ბოლოს უკვე ძალიან გავიცანით ბავშვებმა ერთმანეთი და ძალიან სიცილ ხარხარში ვიყავით, ესე ვთქვათ, მთელი დღე ერთმანეთს უყურებდით და უკვე ბოლოს რო ძალიან ცოტა დავრჩით, ყველა ერთმანეთს ვიცნობდით უკვე, ესე თუ ისე. ყველა ერთმანეთს ვეკითხებოდით, რომ გამოვიდოდნენ, რა გკითხეს, აბა რა უპასუხე ისა და ერთმანეთს ვეხმარებოდით, მოკლედ. შევედი და ძალიან ამაყი მხრებში გამართული ღიმილიანი შევდივარ და გამარჯობა, ესეთი ვარ და გამარჯობაო, მოგვიყევით თქვენ შესახებო რა. და მე ვეკითხები ინგლისურად ხო, რა თქმა უნდა თქო. იმიტომ რომ მინდოდა ის ჩემი ცოდნა გამომევლინა, რაშიც შრომა ჩავდე, რის სწავლაშიც. ის ტექსტი მინდოდა მომეყოლა. არაო ქართულადო. ესე და ესე რო დავიწყე მოყოლა, ძალიან უცებ გამაჩერეს და რაღაცა მკითხეს სამუშაო გამოცდილება თუ გაქვსო და ესე მოკლედ უპასუხე და სიმაღლეში რამდენი ხარო და ზუსტი სიმაღლე არ ვიცოდი და 1.75 მეტრი თქო რა. თან დავიჭყანე ისე უთხარი და ფურცელი ჰქონდათ გაკრული კედელზე. და აბა იმ ფურცელს თუ მიწვდებიო და მივწვდი რა. 1.72 ვყოფილვარ რეალურად.
რავი, დაახლოებით რა გავიზომე სამსახურში და მეტრა 72 ვარ. ხო და ეხლა ძალიან ისა ვარ მხრებში მოხრილი ცოტა წელი მტკივა. ხო და რავი, იქ შესასვლელში დავტოვე სახელი, გვარი, ტელეფონის ნომერი და ისინი მეუბნებიან, კი ბატონო, ისა რა ქვია, პირადი ინფორმაცია ხო გაქვთო დატოვებულიო და თუ რამე დაგიკავშირდებიანო და მე ფაილში ჩადებული ფურცელი მქონდა ვითომ CV იყო, მაგრამ CV-თან ახლოს არ იყო საერთოდ, ძალიან უცებ ამობეჭდე, უბრალოდ ჩამონათვალი იყო რა, არც ფოტოსურათი არ იყო, არც CV-ს ჩარჩო არ იყო, არაფერი, უბრალოდ ფურცელზე შავად დაწერილი, სახელი, გვარი, ტელეფონის ნომერი, ემაილი, რაღაცა მისამართი, სამუშაო გამოცდილება, ძალიან ისე მოკლედ მქონდა დაწერილი და ამ ფურცელს დაგიტოვებთ თქო რა, ამათ ვეუბნები, როცა უკვე მითხრეს, რომ ესაო რა ქვია, დაგიკავშირდებიანო, ამ ფურცელს დაგიტოვებთ თქო და ეგ რა არისო CV-ო, ხო და რაღაცა CV-ს მაგვარი თქო რა, ზუსტად ეგეთი პასუხი რა სერიოზულად მომზადებული ვიყავი მისული, წარმოიდგინეთ. რაღაცა CV-ს მაგვარია თქო, ან ყველანაირი ინფორმაცია წერია ჩემ შესახებ თქო რა და იქო შემოსასვლელში ხო დატოვეთო პირადი ინფორმაციაო და ეგ აღარ არისო საჭიროო და აი რასაც ქვია ძალით დაუტოვე. დავტოვებ მაინც თქო რა, ყველაფერი აქ წერია თქო და ის ფურცელი დავუტე მაგიდაზე და ძალით დაუტოვე. რო გამოვედი მეცინდებოდა. სულთან ვარი ვედა. ცოტა არ იყოს ძალიან ესე ვთქვათ ცუდად დაორგანიზებული გასაუბრება იყო. სამწუხაროდ საქართველოში არ გვყავს ბევრი ავიაკომპანიები, ვისაც საკუთარი ვერტმფრენები, საკუთარი თვითმფრინავები და საკუთარი ავიახაზები გააჩნია, მაგრამ მშვენიერია ის, რომ თუნდაც Georgian Airways-ი მოქმედებს საქართველოში და კიდე არის Georgian Wings-ი, რომელიც ძალიან იშვიათად აცხადებს ვაკანსიებს. ხო და ძალიან ისე ცუდად დაორგანიზებული გასაუბრება იყო. და რატო? მოთხოვნაში არ ეწერა, რომ გასაუბრებაზე CV უნდა გქონოდა მიტანილი, ან რაღაცა ეგეთი, ძალიან ელემენტარული მოთხოვნები ჰქონდათ და ძალიან ზედმეტად ბევრი ადამიანი მივიდა გასაუბრებაზე და 3-4 კაცი ატარებდა გასაუბრებას და მაგიტომაც გაიწელა ძალიან ზედმეტად. მე ვფიქრობ, რომ იმ ვაკანსიის პოსტში უნდა ქონოდათ მითითებული ლინკი, სადაც მსურველები გააგზავნიდნენ თავიანთ CV-ებს, რეზიუმეებს ინგლისურ ენაზე. შემდეგ ამ გადაგზავნილი რეზიუმეები, ეს გადაგზავნილი CV-ები გადაერჩიათ, ესე ვთქვათ, და ვისი CV-ც მოეწონებოდათ, იქნებოდა 20, 30 თუ 100 კაცი, მხოლოდ ისინი დაებარებინათ გასაუბრებაზე და მერე იმათგან შეერჩიათ. უშუალოდ პირისპირ გასაუბრების შემდეგ იმათგან შეერჩიათ, ესე ვთქვათ, ვინც უფრო მეტად აკმაყოფილებდა მოთხოვნებს. მაგრამ ეს იყო ესე რა, უბრალოდ პირდაპირ მივიდა ხალხი და ვიყავით ძალიან ბევრი. და დარწმუნებული ვარ, ძალიან ბევრი ჩემნაირი იქნებოდა და ჩემზე უარესიც, რომ აი ესე პროსტაზე მივიდა რა. პროსტაზე არ მივსულ ვარ, მაგრამ რეალურად უნდა ცადვა აუცილებლად. რო გაიგო რა სიტუაცია, როგორი სიტუაცია, მართალია არ ამიყვანეს და რაღაცა, მაგრამ შემდეგში მეცოდინება ძალიან ბევრი რამე, რას უნდა მივაქციო, ყურადღება, მეტი ყურადღება, როგორ უნდა მოვიქცე, თუნდაც ის, რომ ბოლო არ შევიდე და ვთქვათ, პირველი თუ არა, ანუ მალევე მაინც შევიდე გასაუბრებაზე. რავი, ძალიან ბევრი რამე სწავლობ, ესე ვთქვათ.
ამ შენი ცდით. მიუხედავად იმისა, რომ ცდა არ ამართლებს, სწავლობ რაღაცას რა. ყავა როგორც ყოველთვის გამიცივდა. ხო და აი იმდენად ტვინში ჩამიჯდა ეს სამსახური და იმდენად ჩემს მიზნად იქცა, რომ აი აუცილებლად ყველაფერს მივაღწევ, ანუ გულისხმობ იმას, რაც მართლა მინდა. ზაფხულიდან მოყოლებული იმდენად მომეწონა ის მოგზაურობა და რაღაცა, რომ იქედან მოყოლებული ვცდილობ და ვფიქრობ, როგორ მოვაგროვო ფული, როგორ გადავდორო წელიწადში ერთხელ მაინც, თუნდაც 3-4 დღით წავიდე სამოგზაუროდ. მას შემდეგ ჩემი ინტერესის სფეროდ იქცა, ესე ვთქვათ, მოგზაურობა სხვადასხვა ქვეყნებში და ყველაზე მნიშვნელოვანი და მთავარი, ესე ვთქვათ, საოცნებო სამსახური ეს არის ბორტგამცილებლობა. ავჩერდები, მაქსიმალურად ვცდილობ, რომ რაც შეიძლება მეტი ინფორმაცია მოვაგროვო ამ სამსახურთან დაკავშირებით და ძალიან ბევრი მიმოწერები მქონდა, აი ყველა მხრივ, ყველა გზიდან ვცდილობ, რომ ვიღაცა ჩემზე მეტად გამოცდილი ადამიანი ვიპოვო ამ საქმეში, რომ რაც შეიძლება მეტი ინფორმაცია მივიღო. ანუ როცა რაღაცა ახალს იწყებ, არ გაქვს შენ საკმარისი ინფორმაცია იმისთვის, რომ განახორციელო, ესე ვთქვათ, ეს სიახლე. და შესაბამისად მარტო ინტერნეტით ვერ მოიძიებ ისეთ ინფორმაციას. ადამიანები, რა თქმა უნდა, საკუთარი გამოცდილებით უფრო მეტ მნიშვნელოვან ინფორმაციას მოგაწვდიან. შესაბამისად, იქ TikTok-ში, Instagram-ზე, რა ვიცი, ყველგან თუ სადმე რამე ვიდეო შემხვდებოდა, ყველას კომენტარს რო წავიკითხავდი, გადავიდოდი იმის გვერდზე, დავიმატებდი, მივწერდი, კითხვებს დავუსვავდი და იმდენ ადამიანთან მქონდა კომუნიკაცია და შეხება და ისეთი კარგი რჩევები მივიღე, რომ ძალიან დიდი мотиваცია მომეცა. პლუს ამას საავიაციო უნივერსიტეტი გვაქვს ერთი საქართველოში, საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტი. ქონდათ ღია კარის დღე და რა თქმა უნდა ვიყავი წასული. მაგ დღის მერე განსაკუთრებით შეიცვალა ყველაფერი. გავიგე ძალიან ბევრი ინფორმაცია და პლუს ამას მოგვატარეს მთელი უნივერსიტეტი, ბორტგამცილებლის ოთახი ვნახე, ესე ვთქვათ, თვითმფრინავის მოწყობილობები ვნახე, ძალიან ბევრი რაღაც ვნახე, დავათვალიერე მთელი უნივერსიტეტი, ფოტოები გადავიღე, ვიდეოები გადავიღე და მაქედან მოყოლებული ძალიან ბევრი ადამიანი ვნახე, ვინც საავიაციო უნივერსიტეტში სწავლობს, ვინც ისწავლა უნივერსიტეტში, სწავლა დაამთავრა და დასაქმდა ბორტგამცილებლად. ძალიან ბევრი ადამიანი დავიმატე მართლა და მივწერე და კითხვები დავუსვი და ყველანაირად და სხვათა შორის ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ზოგი მართლა ისეთი უჟმური ადამიანია, რომ ერთ რჩევას არ გაიმეტებს რა. იყო შემთხვევა, რომ მივწერე, რომ სუსუ თავიდან მაშინ არანაირი ინფორმაცია არ მქონდა ამ საქმესთან დაკავშირებით და აი როგორ გავხდე ბორტგამცილებელი თქო რა, დაახლოებით ეგეთი კითხვა დავუსვი და გასაუბრება გაიარე წარმატებითო და გახდებიო ბორტგამცილებელიო. ესე მოკლე პასუხი და გამცა რა. რეალურად, ანუ ნეტა ბორტგამცილებელი ვიყო და მართლა სულ 800 მაკაცმა მომწეროს დღეში, მაქსიმალურად ვეცდები, რომ ყველას ძალიან ისეთი მნიშვნელოვანი და მაქსიმალურად დიდი ინფორმაცია მივაწოდო, იმიტომ რომ რეალურად შენც ხო ის გზა გაიარე, რასაც ახლები გადიან. შენც ხო არ გქონდა ინფორმაცია, შენც ხო ცდილობდი ყველა მხრივ ინფორმაციის მოპოვებას, რაღაცა. შენც ხო იგივე მცდელობები გქონდა, რაც დამწყებს აქვს და როცა შენ შეგიძლია რაღაცით დაეხმარო ადამიანს, რატომაც არა ხო? რატო არ უნდა გაიმეტო, ესე ვთქვათ, რჩევები.
თუნდაც უცხო ადამიანი, მიუხედავად იმისა, რომ უცხო ადამიანია, შენც იგივე გზა გამოიარე და რა თქმა უნდა დახმარების ხელი უნდა გაუწოდო. ხო და რავი, ერთ-ერთი ძალიან ჯიგარი ადამიანი აღმოჩნდა, რომელიც მუშაობს სპორტგამცილებლად ჯორჯიან ეარვეისში და ძალიან ბევრი კარგი რჩევები მომცა და იქედან მოყოლებული მეორე დღეს აი ესე ძალიან უცებ გადავწყვიტე, რომ არ მოვწევდი სიგარეტს. არ ვიცი, იცით, არ იცით, ძალიან ბევრმა იცით, ეხლა ვიდეოში არ ვეწეოდი, რა თქმა უნდა, მაგრამ ჩემი მაყურებლების უმეტესობას ალბათ გეცოდინებათ, რომ სიგარეტს ვეწევი დაახლოებით უკვე 2 წელზე მეტი იქნება. 16 წლიდან მოყოლებული ალბათ. და უკვე გავიარე ყველა ის ეტაპი, რომ აი სიგარეტის მოწევა, რომ რაღაცა კაი ბიჭობა გგონია და რაღაცა ქუჩაში რომ გაივლი სიგარეტს რომ გაუკიდებ და რაღაცა მაგარი გგონია. ეგ პერიოდი უკვე გავიარე და ძალიან დიდი ხანია უკვე დადგა ჩემ ცხოვრებაში ის პერიოდი, რომ ხვდები, რომ საშინელებაა სიგარეტი, განგრევს, განადგურებს, ენერგიას გართმევს, ფულს, ფინანსებს გიჭამს. და ძალიან ბევრი მცდელობა მქონდა, მაგრამ რატომღაც ესე ვთქვათ, ამ მიზანმა იმხელა мотиваცია მომცა, რომ მიმახვედრა, რომ ამ საქმეში ესე ვთქვათ, სიგარეტის მოწევა არ გამომადგებოდა. და უკვე მე-7 დღეა თუ მე-8 დღეა სათვალავი ამერია, გადავაგდე სიგარეტი, ცოტა ხმამაღალი ნათქვამი რო არ გამომივიდეს, ამიტომ ჯერ არ ვამბობ, რომ გადავაგდე. იმიტომ რომ კაცმა არ იცის რა იქნება. შეიძლება 1 წლის მიტოვებული გქონდეს, მაგრამ რაღაცამ თავში დაგარტყას, რომ მოდი კაცო, ერთ ღერს მოვწევ, ერთი ღერი რას მიზავს და ისევ იმ ორმოში ჩავარდე, საიდანაც ამოწვერი. ხო და მაქსიმალურად საერთოდ არ გამჭირვებია. არ მეგონა ეგრე მარტივად თუ გადავაგდებდი. ძალიან მარტივად პირველი 3 დღე ცოტა დიდხნიანი მოთხოვნილება ქონდა, ესე ვთქვათ, რომ ორგანიზმს რომ მიეღო ნიკოტინი და ხან წყალს ვსვავდი, ხან ყავას, იოგურტს, რაღაცა და გადამქონდა რა, ხან საღეჭრეზინს ვეჭავდი, ჩუპა-ჩუპსი და ეგეთი რაღაცეები და მერე უკვე ძალიან ტალღებად მოდიოდა რა ეს სიგარეტის მოთხოვნილება. ძალიან იშვიათად მომივლიდა ხოლმე, რომ მინდოდა, მაგრამ გადამქონდა რა. ისევ და ისევ წყლით, იმით, ამით რაღაცა სასმელით, საჭმელით და ეხლა უკვე ისევ არ რომ საერთოდ აღარც მაინტერესებს რა სიგარეტი. ძალიან უცებ მოდის ხოლმე, რომ აი განამოთხოვნილების მხრივ უკვე ჩვევის გამო გამირბის ხოლმე ხელი რა. ეხლაც სიგარეტიც მოიპოვება სახლში, სხვა აი ეს მაგალითად აი ეს სადარი სადაც აქ იყო და აღარ არის. აი აქ ჩემი დეიდაშვილი როცა სახლშია, ეგეც ეწევა სიგარეტს და სულ აქვს ხოლმე პაჭკით სიგარეტის სულ დევს სახლში, პლუს ამას არის ეს, არ ვიცი ვინც იცით, ვინც არ იცით, სნუსი, მაგრამ არც სიგარეტს ვეკარები და არც სნუსს და საერთოდ არ მაქვს მოთხოვნილება რომ არ მოგატყუოთ და სიმართლე გითხრათ, ამითი გადავაგდე. დილას რო გავიღვიძე და სამსახურში წავედი და თავში რომ მომიარა, ან ძალიან დიდმა мотиваციამ მომაწვა რა. ეს იყო საავიაციო უნივერსიტეტის მეორე დღე, როცა
ღია კარის დღეზე რაღაცა ინფორმაცია მივიღე, იქ გამოცდილი ადამიანებისგან რჩევები მივიღე და ძალიან მომაწვა ესე ვთქვათ мотиваციამ, რომ ბაჩო, სიო დღეიდან იცოდე, რომ ზედმეტი რაღაცეები უნდა მოიკლო, თანხა უნდა გადადო, სიგარეტი უნდა მიატოვო და მომაწვა ძალიან დიდმა мотиваციამ დილიდან. დაახლოებით 3 საათამდე არ მომიწევია სიგარეტი, მაგრამ მე რატომღაც ძალიან გამიჭირდა და ვიყიდე ეს, ოღონდ პატარა, ამაზე უფრო სუსტი, ამას ისა აქვს რა, ნიკოტინის შემცველობა, ამას აქვს 3 რგოლი და 2 რგოლიანი უფრო ნაკლებია. ვიყიდე და პირველ დღეს გამოვიყენე 3 ცალი, მეორე დღეს გამოვიყენე 2 ცალი და მე ChatGPT-ს რო წერდი, რომ მეთქი ერთი ბალიში დაახლოებით რამდენ ღერს სიგარეტს უდრის თქო, 7-8 ღერს udrisო რა, ერთი ბალიშიო, ერთი ცალიო, მაგრამ ბოლომდე არ შეიწოვებაო და რაღაცა. მეთქი, ვაი დედა, 7-8 ღერს თუ ერთი ცალი udris, მე მგონია რომ ცოტას ვიყენებ და ამ დროს თურმე სიგარეტზე უარესი ყოფილა თქო და მესამე დღიდან უკვე დამქონდა ეს. დაახლოებით 3 დღის განმავლობაში რო გავდიოდი სამსახურში ჯიბეში ვიგდებდი და მთელი დღის განმავლობაში მქონდა სამსახურში ეს. იმიტომ რომ თუ დამჭირდებოდა ახალი რო არ მეყიდა და ფული რო არ დამეხარჯა, მეცოდინებოდა რომ მექნებოდა ძალიან თუ გამიჭირდებოდა, იქვე მქონდა რა, მაგრამ მესამე დღიდან მოყოლებული დამქონდა, მაგრამ არ ვიყენებდი. მესამე დღიდან მოყოლებული საერთოდ არც სიგარეტი, არც ისა და მოკლედ გადავაგდე რა და ძალიან კმაყოფილი ვარ. ძალიან დამშვიდებული ვარ და ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ერთი ძალიან დიდი ნაბიჯი გადავდგი, ესე ვთქვათ, წინ განვითარებისკენ. მოკლედ ერთი საფეხურით მაღლა ავედი რა და ჯერ კიდევ წინ ძალიან ბევრი საფეხური მაქვს გასავლელი. ნაბიჯ. იმ დღიდან მოყოლებული ძალიან ბევრ ფულს ვხარჯავ. აი, არ ვარ მოკლედ მარტო ამ ამბავში არ გვავარ დედაჩემს. ანუ ფულის ხარჯვა მიყვარს და ძალიან არ მეხერხება ფულის გადადება და მოგროვება. იტალიიდან მოყოლებული კი ვფიქრობდი, რომ ასევე საწყის ეტაპზე ძალიან დიდი мотиваცია მქონდა, როცა იტალიიდან ჩამოვედი, რომ მეთქი ახლა 2 სამსახურში ერთად ვიმუშავებ, დილაც, ღამეც ფულს მოვაგროვებ რაღაცა და სამოგზაუროდ ვივლი თქო, მაგრამ ეგ გეგმა არ იყო იმდენად, ესე ვთქვათ, არ მქონდა ეგ ამბავი. ანუ ძალიან არ მინდოდა რა, ისე ძალიან არ მინდოდა, როგორ ძალიანად სპორტგამცირებლობა მინდა, თორე მაგასაც მივაღწევდი. ფულს ხარჯავ. მართლა, ფული სულ მაქვს. კარგი ხელფასი მქონდა, ხელფასს არაფერს არ ვუჩივი. უკვე ყოფილ სამსახურში მშვენიერი ხელფასი მქონდა, მაგრამ ფსიქოლოგიური მომენტიცაა, როცა მაღაზიაში ხარ და როცა იმდენ პროდუქციას ხედავ, წარეს შეჭამ, ტკბილი მოგინდება, ტკბილს შეჭამ, ჩიფსი მოგინდება, ჩიფს შეჭამ, ის მოგინდება, ეს მოგინდება და რაღაცა ძალიან ესე ვთქვათ, არასაჭირო რაღაცეებში ვხარჯავდი ფულს, თუნდაც ტანსაცმელი, როცა მაქვს ძალიან ბევრი ტანსაცმელი, მივდიოდი მაღაზიაში და ახლებს ვყიდულობდი რა და ძალიან ბევრ არასაჭირო რაღაცეებში ვხარჯავდი ფულს და იმ დღიდან მოყოლებული, სხვათა შორის სიგარეტი რა თქინდაო, ფული არასდროს არ გაგიჩერდება ჯიბეშიო რო ამბობდნენ, ფულზე ყოველთვის მიყვირდა, რომ ფული რა არის კაცო, განა რა ფული სიგარეტში იხარჯება, უბრალოდ ჯანმრთელობისთვის არის ცუდი თქო რა, მაგრამ ეხლა მივხვდი, რომ რაც სიგარეტი არ მომწევია, იმის მერე ძალიან მიჩერდება ფული. ანუ ყოველ მეორე დღეს, ხანდახან ყოველ დღე ვყიდულობდი სიგარეტს.
და მივხვდი რომ რამხელა ტვირთი მომეხსნა, ესე ვთქვათ, რომ სიგარეტში ფულს არ ვხარჯავ და ჯანმრთელობის მხრივაც ძალიან კარგია. ძალიან დიდი გამომდის ვიდეო, მაგრამ რა ვიცი, შეიძლება 10 კაი არ ჩაგიწეროთ ვიდეო, ასე რომ ვცლად მოგიყვებით ამ ყველაფერს. ხო. და პლუს ამას რა ვიცი. ხო, კიდევ ძალიან მივხვდი იმას, რომ ინგლისური არის ძალიან საჭირო. კი, ეხა ქართული ავიაკომპანიაა და რაღაცა დიდად ბევრი ინგლისურის ცოდნას არ ითხოვენ, მაგრამ როცა გამოცდილი ადამიანებისგან მივიღე უფრო ვრცელი ინფორმაცია, მივხვდი, რომ ყველაზე მეტად რაზეც უნდა მემუშავა ამ პერიოდში იყო ის, რომ ინგლისურის ცოდნა გამეუმჯობესებინა, სიგარეტი მიმეტოვებინა და ჯანმრთელობაზე მიმეხედა. ანუ ცოტა ფიზიკურად ესე ვთქვათ მევარჯიშა და ფინანსური მხარეც გამეუმჯობესებინა. ძალიან დიდი, ესე ვთქვათ, გზაგასაყარზე დავდექი რა. იმიტომ რომ არ ვიცი, ვისაც აბიტურიენტი შვილები ყოლიათ, ვისაც სტუდენტი შვილები ყავთ, ალბათ გეცოდინებათ, რომ ძალიან ბევრია შემთხვევა, რომ თქვათ თითქოს თავიდან რაღაცა ამ პროფესიაზე უნდა სწავლა, მაგრამ აქ რო დაიწყებს სწავლას, მე ხვდება, რომ ეს არ არის მისი და მე უკვე სხვაგან გადადის, ესე ვთქვათ და ზუსტად ეგეთი შემთხვევა მაქვს მეც. აბიტურიენტების პერიოდში კვების ტექნოლოგიაზე მინდოდა სწავლა, სამზარეულოს განხრით რომ მიმეღო, ესე ვთქვათ, ცოდნა და გამოცდილება, მაგრამ ძალიან სამწუხაროა, რომ საკმაოდ მოთხოვნადი პროფესიაა კულინარია, მაგრამ მხოლოდ 2 უნივერსიტეტს აქვს, მე როგორც ვიცი, საქართველოში ამ კვების განხრები, ესე ვთქვათ. პირველ ადგილზე დავწერე ტექნიკური უნივერსიტეტი კვების ტექნოლოგია და მეორე ადგილზე დავწერე ის უნივერსიტეტი, სადაც ახლა მე ვარ. ტექნიკურში ვერ მოვხვდი, რა თქმა უნდა, და მოვხვდი აქ ეროვნულ საგანმანათლებლო უნივერსიტეტში. ფსიქოლოგიის ფაკულტეტზე. უკვე რაღა დარჩა, მეორე კურსზე ვარ და უკვე გადავდივარ მესამე კურსზე. ესე იგი, ეხლა გავიგე 2025 წლის ზაფხულში დავინტერესდი ავიაციით და ეხლა ხან გავიგე ინფორმაცია საავიაციო უნივერსიტეტის შესახებ და ძალიან დამაინტერესა. მაგრამ მე რო ეხლა გადავიდე, ესე ვთქვათ, სულ მავიწყდება მაგას, რა ქვია, ერთი უნივერსიტეტიდან მეორე უნივერსიტეტში რო გადადიხარ, რაღაცა სახელი ქვია მაგას, მაგრამ სულ მავიწყდება. ხო და მე ეხლა ძალიან თავისუფლად შემიძლია, რომ ჩემი უნივერსიტეტიდან გადავიდე საავიაციო უნივერსიტეტში. დავფიქრდი კიდეც მაგაზე. მაგრამ როცა გადადიხარ, იქ უკვე იწყებ თავიდან რა, პირველი კურსიდან არ მეგონა ეგრე თუ იყო, მაგრამ სხვანაირად როგორ ეხა აქ ფსიქოლოგიაზე სულ სხვა რაღაცებს სწავლობ და ავიაციაში სულ სხვა რაღაცებს სწავლობ და მეორე და მესამე კურსზე ვინ დაგსვავს. ხო და ეხა ამ უნივერსიტეტში რო გადავიდე, პირველი კურსიდან მომიწევს ყველაფრის გავლა. მართალია მე კი ძალიან მალე მინდა ხოლმე მიზანს მივაღწიო, მაგრამ ეგრე მალე არ ხდება ყველაფერი როგორც გვინდა. ხო და მივიღე ეგეთი გადაწყვეტილება, რომ ამ უნივერსიტეტში ჩადებული თანხა, შრომა, დრო, რატომ უნდა დავკარგო თქო ვიფიქრე და ბარემ რაღა დამრჩა. 2 წელი დამრჩა და მოდი ჯობია ბაჩო, რომ ჯერ ეს უნივერსიტეტი ჩაამთავრო, აიღო დიპლომი და მერე უკვე ხელახლა ჩააბარო ეროვნული გამოცდები და მერე ისწავლო საავიაციო უნივერსიტეტში.
თან ამ პერიოდის განმავლობაში განვითარდები, უფრო მეტ ცოდნას, ინფორმაციას მიიღებ რაღაცა და აი არ ვიცი, ძალიან დიდი ძალა აქვს მოკლედ საავიაციო უნივერსიტეტს, რადგან კარგი სწავლებაა და ერთია მხოლოდ საქართველოში. შესაბამისად, ძალიან დიდი პრიორიტეტია, როდესაც აეროპორტში თუნდაც ბორტგამცილებლად გასაუბრებაზე გადიხარ თუ სხვაგან ხრით, როცა CV-ში გიწერია, რომ ხარ საავიაციო უნივერსიტეტის კურსდამთავრებული, გაქვს ბორტგამცილებლის ესე ვთქვათ ტრენინგი გავლილი, ძალიან დიდი პრიორიტეტია რა. ხო, უცხოურ ავიაკომპანიებში დიდად არ ჭრის, მაგრამ ქართულში ჭრის და აქვს ძალა საავიაციო უნივერსიტეტს. ასევე აქვს საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტს ბორტგამცილებლის სამთვიანი კურსი, რომელიც ღირს 3000 ლარი. ტელეფონი დამიჯდა და ძალიან მინდა ამ კურსის გავლა. მაგრამ აი არ ვიცი, არ მაქვს იმის სურვილი, რომ მშობელი შევაწუხო. ისევ დედაჩემი არის ოჯახის ბურჯი და ისედაც ძალიან დიდ შრომას და ფინანსებს დებს, ესე ვთქვათ, ჩემში რა. პირველ რიგში ჩემს უნივერსიტეტში სწავლის ფულს აფინანსებს დედაჩემი, ჩემს ჯანმრთელობას, ძალიან დიდი თანხა წავიდა თუნდაც მხედველობის პრობლემის მოგვარებაში, კბილების მკურნალობაში. გარდა მაგისა არის პერიოდი, როცა ესე ვთქვათ, შენი ხელფასი არ ყოფნის და თვის ბოლოს რო გამიჭირდებოდა, გინდა არ გინდა ვის მივადგებოდი თუ არა დედიკოს და რა ვიცი, როცა ვხედავ, რომ ისედაც ამ ხელა შრომას დებს ჩემში, აღარ მაქვს იმის ძალა და სურვილი, რომ შევაწუხო რა. ხო და შესაბამისად, ამიტომ მომეცა მოტივაცია, რომ ხარჯვას მოვუკლო და იქნებ როგორღაც, მასე წარმოუდგენლად რთული მეგონა სიგარეტის მიტოვებაც, მაგრამ როცა მივატოვე, მივხვდი, რომ თურმე რა მარტივი ყოფილა და ანალოგიურად შეიძლება იყოს ფულის მოგროვების ამბავიც, რომ ეხა წარმოუდგენლად მეჩვენება, მაგრამ იქნებ ზუსტად ამ მიზანმა მიმიყვანოს მაგ იმამდე რა. თან მით უმეტეს, როცა შენი შრომით გამომუშავებულ თანხას დებ რაღაც საქმეში, ბევრად უფრო კარგია რა, იმიტომ რომ იცი, რომ შენ ამ ხელა შრომა გაიარე, ამ ხელა გზა გაიარე იმისათვის, რომ ეს თანხა მოგეპოვებია და როცა ამ თანხას ჩადებ კურსის გავლაში, იქ ისწავლი კიდეც და მაქსიმალურად ეცდები, რომ ეგ ცოდნა გამოიყენო, ესე ვთქვათ. სხვა რო გიხდის, მაინც ცოტა სხვანაირად უდგები რა ამ საქმეს. ხო და ეხლა ყველაზე მეტად რაც არის ჩემი მიზანი, არის როგორც გითხარით, ინგლისური ენის გაუმჯობესება, თუმცა ჯერჯერობით ამ საქმეში ვერ ვდებ ფინანსებს, იმიტომ რომ ძალიან ძვირია მასწავლებელთან რო იარო. არის ონლაინ მასწავლებელი, ძალიან ძლიერი და ძალიან კარგი გოგოა, რომელიც სპეციალურად მომავალ ბორტგამცილებლებს უტარებს კურსებს ინგლისური ენის, სადაც გასწავლის ყველაფერს, გასაუბრებაზე, რა ინგლისურით საჭიროა, რა კითხვებსაც გისვავენ, იმ კითხვებზე პასუხებს გასწავლის, ასევე გეხმარება CV-ს გაკეთებაში, რეზიუმეს გაკეთებაში, რა ვიცი, ყველაფერში რაც კი ავიაციას ეხება გეხმარება, მაგრამ თვეში ღირს 400 ლარი, რაც არ არის პატარა თანხა. შესაბამისად, რადგან ინგლისური ენის მასწავლებლის აყვანაში მე ამ ეტაპზე ფინანსებს ვერ ვდებ, ვცდილობ მაქსიმალურად ჩემით გავიუმჯობესო ცოდნა. დღე არ გავა ისე, რომ ინგლისურ ფილმს არ უყურო, დღეში ერთ ფილმს მაინც და რაც დავიწყე, ესე ვთქვათ, ყოველდღიურად
ინგლისური ფილმების ყურება, ტექსტების კითხვა, ტესტების წერა, მივხვდი, რომ ინგლისურში ესე ვთქვათ, რა ეტაპში რა არის ჩემი სუსტი მხარე და რა არის ჩემი ძლიერი მხარე ინგლისურში. ძალიან გავიუმჯობესე ესე ვთქვათ, თარგმნის უნარი, იმიტომ რომ მიეჩვია უკვე ყურები და რაღაცნაირად როცა ფილმს ვუყურებ, ძალიან ბევრ რაღაცას ვთარგმნი და შინაარსიც გამომაქვს. მაგრამ ჩემი სუსტი წერტილი არის ინგლისურში გრამატიკა. გრამატიკული ტესტების წერაში ძალიან ვიჭედები. აი, წინადადება რო არის აგებული ინგლისურად და შუაში გამოტოვებული სამი წერტილი, გამოტოვებულ ხაზში უნდა ჩასვა if-ში, it, რაღაცა 4-დან ერთ-ერთი და მაგ ტესტებში ძალიან ვიჭედები. კითხვა ძალიან კარგად ვიცი ინგლისურის, სიტყვების მარაგიც ასე თუ ისე მაქვს. კიდე რა არის, თარგმნაში მოვიკოჭლებ, მაგრამ არ ამიშავს და ყველაზე სუსტი მხარე არის გრამატიკა. ესე იგი, საავიაციო უნივერსიტეტში ბორტგამცირების კურსი რო გაიარო, უნდა ჩააბარო ტესტი, სადაც მოდის 100 კითხვა და 100-დან 50-ს უნდა უპასუხო სწორად, რაც არც თუ ისე რთულია. თან არის სავარაუდო პასუხები, იქ არ გიწევს თემის წერა, არ გიწევს ვთქვათ სხვადასხვა სახის ტესტების წერა, იქ გიწევს მხოლოდ სავარაუდო პასუხებიანი ტესტის წერა, სადაც არის 4-დან 1-ს რო ირჩევ ეგეთი. და მერე როცა ავიაკომპანიაში გაივლი გასაუბრებას, თუ წარმატებით გაიარე გასაუბრება და მოეწონეთ, მერე არის 100-დან უკვე 75-ს უნდა გასცეს სწორად პასუხი. და ამ ეტაპსაც თუ გაივლი, მერე უკვე 8 ფრენა გაქვს საცდელი ფრენა, უფასო, ანუ არ არის ანაზღაურებადი და ამ 8 ფრენაზე გაკვირდებიან, როგორ აითვისებ იმ ცოდნას, რა ცოდნაც სჭირდება ბორტგამცილებელს და მერე უკვე აყავხართ ჩვეულებრივად მოიპოვებ, ესე ვთქვათ, რას ეძახიან, ლიცენზიას რა, რომ იმუშაო ბორტგამცილებლად. ძალიან მინდა. სულ თავიდან, როცა დედაჩემს გაუზიარე ეს ჩემი ინტერესები, დედაჩემმა მითხრა, რომ შენო მაგამ ბავში, ანუ ძალიან ისე სხვანაირად მითხრა, მაგრამ დაახლოებით როგორც მახსოვს, ისე ვიტყვი, რომ არ არისო რა ეგ საშენო ფიზიკური მდგომარეობა არ გიწყობსო ხელსო რა. ხო და მეთქი, ხო იცი რომ მე რასაც მიზნად დავისახავ, ყველაფერს მივაღწევ თქო. მასე წარმოუდგენელი მეგონა სტუდენტობაც, თბილისში ცხოვრებაც, გადმოსვლაც, მუშაობაც ისა ესა, მაგრამ პირველ წელს ჩავიჭერი, მეორე წელს ჩავაბარე და გადმოვედი. ხო და აი არ ვიცი, მეც მართლა ძალიან სტრესავდა ის სიტუაცია, რომ თითქოს ვფიქრობდი, რომ ფიზიკური მდგომარეობა არ მიწყობდა ხელს და რატომღაც მეგონა, რომ ჯანმრთელობის პრობლემები მქონდა. მაგრამ ყველაზე მეტად პრობლემატური რაც აღმოჩნდა, არის მხედველობა. ძალიან დამაფიქრა ამ პრობლემამ და თითქოს და რაღაც გუშინ წინ იყო მაგალითად ეგეთი დღე, რომ გადავხედე რა, ChatGPT-ს მივწერე მეთქი ავიაციაში მხედველობის მხრივ რა მოთხოვნები აქვთ თქო და სათვალე თუა დაშვებული თქო. ძირითადად სათვალე და კონტაქტური ლინზები დაშვებულია ავიაციაში, მაგრამ აუცილებელი მოთხოვნაა, რომ ორივე თვალი უნდა მუშაობდესო. კი შეიძლება იქ მინუსი გქონდეს, მაგრამ
ორივე თვალი უნდა იყოს მოქმედი, ესე ვთქვათ, ერთნაირად უნდა მუშაობდეს ორივე თვალი. Georgian Airways-ში, როგორც ვიცი, სათვალე არ არის დასაშვები, მხოლოდ ლინზები არის დასაშვები. გადავხედე ჩემს ხლავე სათვალეები რო დამინიშნეს ავერსის კლინიკაში ხო ვიყავი მისული, ყველანაირად გამსინჯეს და ძალიან კარგი, ძალიან ძლიერი, ძალიან მცოდნე ეს იყო, რა ქვია, თვალის ექიმი რა. ხო და ძალიან ცუდად მახსენდება, ესე ვთქვათ, მისი საუბარი აქამდეო საერთოდ როგორ ხედავდიო რა, როგორ ამდენი ხნის განმავლობაში როგორ მოძრაობდიო, როგორ ხედავდიო რა. მეთქი რა, ჩვეულებრივად ხედავ თქო ყველაფერს თქო და ეგო შენ გგონიაო რომ ჩვეულებრივიაო, იმიტომ რომ მიჩვეული ხარო, თორე რეალურადო ძალიან რთული პრობლემაა რა. და მქონდა ეგეთი საუბარი, მარცხენა თვალს ოპერაცია თუ უშველის თქო. უბრალოდ აზრი არა აქვს მარცხენა თვალზე მუშაობასო, ოპერაციაზე ზედმეტია საუბარიო და მარჯვენა თვალს მაქსიმალურად გამოვაცოცხლებთო, ესე ვთქვათ, სათვალითო. და რეალურად ამ სათვალეშიც მარცხენა თვალში ჩვეულებრივი შუშაა ჩასმული. იმის გამო რომ აზრი არ აქვს მარცხენა თვალზე მუშაობასო და როცა მე ამ ფურცელს გადავხედე და აქ ესე ვთქვათ ძალიან ისეთ როცა ChatGPT-ს მივწერე მოკლედ წერტილი მძიმე არ გამომიტოვებია ისე ამ ცნობის რაღაცეები, ChatGPT-მაც რა ვიცი ძალიან ისეთი რჩევები მომცა, რომ ბოლოს და ბოლოს მითხრა, რომ ძალიან რთულიაო ავიაციაში მოხვედრა ამ მხედველობის ამ მდგომარეობითო, ესე ვთქვათ და როცა ამ ყველაფერს გადავხედე და როცა ეს ყველაფერი წავიკითხე, ძალიან გული დამწყდა და ტირილამდეც მივედი, უბრალოდ ჩემი ბიძაშვილი იჯდა გვერდით და არ მინდოდა ენახა როგორ ტიროდი და შესაბამისად მაქსიმალურად ვეცადე რომ თავი ხელში ამეყვანა. და ძალიან გული დამწყდა რომ მეთქი როგორ შეიძლება რაღაც ესე ძალიან გინდოდეს, რაღაცის მისაღწევად ამდენ შრომობდე, ბრძოლობდე, ამდენ შრომას დებდე და ისეთი პრობლემა გიშლიდეს ხელს, რა პრობლემასაც ვერ გამოასწორებ. და ძალიან გული დამწყდა, მაგრამ მე რა თქმა უნდა ეს ყველაფერიც გაუზიარე გამოცდილ ადამიანს, ვინც ძალიან კარგი რჩევები მომცა და ეგო არაფერი არ არისო რა, როცა გაგსინჯავენო ჯერ ერთი თვალითო, მერე მეორე თვალითო, აი ჩვეულებრივად რა ჯერ ერთ თვალზე აგაფარებენო რაღაცასო და წინო საითხარეს არის გახსნილი მარცხნივ, მარჯვნივ, მაღლა, დაბლა, რა ციფრს ხედავ და ეგეთ რაღაცაზე გაგსინჯავენო და მერე თუ მიხვდებიან რომ ძალიან გიჭირს მხედველობაშიო, მერე გიშვებენო, ესე ვთქვათ, თვალის ექიმთან რა. და მერე იქ რაღაცა იქნებაო, ზუსტად ესე ძალიან ისე მითხრა, მერე იქ რაღაცა იქნებაო რა, ანუ დაგეხმარებიანო რაღაცა ხელს შეგიწყობენო. ხო და რაღაც მხრივ ძალიან გული ჩამწყდა, თითქოს და ყველაფერს ხაზი, აი თითქოს ჩემს ოცნებას ხაზი გადაესვა. ეგეთი წარმოდგენა დამრჩა მაგ დღეს. და ძალიან თითქოს და მეთქი ბაჩო, ეხლა დროა რომ ფარხმალი დაყარო და ყველაფერი მიატოვო რა, უბრალოდ არ ღირს
ამ მიზნისთვის ბრძოლა თქო. მაგრამ რავი რა, მართლა ისეთ 21 საუკუნეა და მართლა ისეთ ოპერაციებს აკეთებენ, რომ დაშლილ ადამიანებს აწყობენ და ქალს კაცად აკეთებენ, კაცს ქალად და რა ვიცი, სასწაულებს იდენენ დღევანდელ რეალობაში და არ ამგონია ჩემ მხედველობა იყოს ისეთი პრობლემა, რაც გამოუსწორებელია. და რა ვიცი, არ ვნებდები მაქსიმალურად ვცდილობ, რომ მივაღწიო ამ მიზანს. მით უმეტეს, რავი, მართლა არ არის მარცხენა თვალი უმოქმედო და უფუნქციო. ჩვეულებრივად ვხედავ ყველაფერს, ახლოს უფრო კარგად ვხედავ, შორს ვერ ვხედავ, რა თქმა უნდა. ვხედავ, აი როგორ აგიხსნათ, ვიცი რომ ეს მწვანეა, ვიცი რომ ეს ჭიქაა, მაგრამ ამას რო წარწერა კონდეს ვერ წავიკითხავ. ამასაც ვხედავ, მაგრამ ვხედავ რომ რაღაცა ფერადი არის, მაგრამ ვერ ვხედავ რომ ეს ყვავილებია. ვხედავ რომ რაღაცა ასხია ამაში ცოტა. ყველაფერს ვარჩევ, ყველაფერს ვხედავ, იქ გადბოვა რო დგას, იქ ტელევიზორი, მაცივარი, ყველაფერს აღვიქვავ, ვხედავ. მაგრამ ეს ზუსტად ვერა. ხო და რატომ არის ეს ძალიან დიდი პრობლემა, არ ვიცი. რა ვიცი, აბა თან ახლა ქართული ავიაკომპანიაა და გავიაზრე და გავითავისე უკვე ის, რომ შეიძლება ამ პრობლემით ვთქვათ, სერიოზულ ავიაკომპანიებში ვერ დავიწყო მუშაობა, მაგრამ ვფიქრობ, რომ ქართულ ავიაკომპანიაში მაქვს იმის საშუალება, რომ დავიწყო მუშაობა. რაღაცნაირად გავძრები. რავი რა, იქ მთავარიაო, რომ დაინახონ შენი შრომაო, რომ მართლა გინდაო და ყველანაირად ხელს შეგიწყობენო, თუნდაც იმ ტესტებში, თუნდაც იმ მხედველობის პრობლემაზე რაღაცა, ყველანაირად მაქსიმალურად ხელს შეგიწყობენო და მით უმეტეს ძალიან დიდი ძალა აქვსო ამ ბორტგამცილებლის კურსს. ის ბიჭი მეუბნება, არაფერი კურსის გავლა არ გინდაო, უბრალოდ იცოდეო, რომ შენით მაქსიმალურად ეცადეო, რომ შენი ფულით გააკეთო რა, შრომა ჩადო იმ ყველაფერშიო, რომ შენით მოიპოვო, ესე ვთქვათ, ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესება და პლუს ამას გაიარეო ბორტგამცილებლის კურსიო და როცა სერტიფიკატი გექნებაო, ჩათვალეო, რომ 80% აყვანილიყავ ხარო კომპანიას. ხო და ამ ეტაპზე ჩემი ყველაზე დიდი მიზანი რაც არის, ეს არის 3000 ლარის მოგროვება. ნახეთ, როდესაც უცხოურ ავიაკომპანიებში წარმატებით გაივლი გასაუბრებას, კომპანია გიშვებს უცხოეთში, სადაც გადიხარ, ესე ვთქვათ, 3 თვიანი იქნება თუ 6 თვიანი ბორტგამცილებლის კურსს, სადაც ოფიციალურად იქ ძალიან კარგ მოწყობილ კოლეჯში ყველაფერს სწავლობ. და ჯორჯიანი არვეის ქართულ ავიაკომპანიას არ აქვს ეს, ესე ვთქვათ, კოლეჯი, სასწავლებელი, სადაც როცა აგიყვანდნენ, გაივლი შენ სწავლებას. შესაბამისად, მაგიტომაც აქვთ, ესე ვთქვათ, საცდელი ფრენები, რომ იმ უშუალოდ ფრენებისას გასწავლონ ყველაფერი და არა შენობაში მოწყობილ სასწავლებელ სივრცეში. შესაბამისად, რადგანაც საავიაციო უნივერსიტეტს აქვს ბორტგამცილებლის კურსი, სადაც ესე ვთქვათ, მოწყობილი აქვთ ინტეგრირებული, მართალია ნამდვილი თვითმფრინავისის არა აქვთ სალონები და რაღაცები, მაგრამ დაახლოებით მიმსგავსებულად აქვთ ყველაფერი მოწყობილი და იქ გასწავლიან ყველაფერს. როგორ მოიქცე, ესე ვთქვათ, იმ შემთხვევაში, როცა რაღაცას ცეცხლი გაუჩნდა,
როგორ მოიქცე, ანუ ყველაფერს გასწავლიან რა, აბსოლუტურად ყველაფერს გასწავლიან, რაც ბორტგამცილებლად გამოგადგება და შესაბამისად ჯორჯიანი არ ვეის, რადგანაც არ აქვს სასწავლო დაწესებულება, შესაბამისად ენდობიან ამ უნივერსიტეტს, რადგან ყველაფერი ისწავლება ზუსტად იგივენაირად, რაც დაგჭირდება, ესე ვთქვათ, ბორტგამცილებლად მუშაობისას. ხო და რა ვიცი, ძალიან მინდა რომ გავიარო ეს კურსი. იცით რა არის, თავიდანვე ვიცოდი ის, რომ ესე ვთქვათ, ფსიქოლოგიაში ჩემს თავს ვერ ვხედავდი წარმატებულ ადამიანს. ანუ ფსიქოლოგია იყო ის, რაც მაინტერესებდა და ის, რაც გამომადგებოდა ცხოვრებაში, მაგრამ მე ვიაზრებ იმ ყველაფერს, რომ შემოსავლის მხრივ არ გამომადგება. ანუ ვერ წარმომიდგენია ჩემი თავი, რომ სადღაც ოფისში ვიჯდე და ვიღებდე, ესე ვთქვათ, კლიენტებს და ვუტარებდე ფსიქოლოგიურ, ანუ გასაუბრებებს რა, თუნდაც სკოლაში, ბაღში, გინდ ციხეში ვერ წარმოვიდგენ საკუთარ თავს, ესე ვთქვათ, წარმატებულ ფსიქოლოგად, მაგრამ ვიცი, რომ ის მე თვითონ გამომადგება ის ცოდნა, რასაც უნივერსიტეტისგან მივიღებ. პლუს ამას დიპლომსაც ესე თუ ისე აქვს ძალა რა. როცა სივში გიწერია, რომ ხარ ამ და ამ უნივერსიტეტის კურსდამთავრებული, ძალიან დიდი პრიორიტეტია. ხო და რადგანაც დავიწყე და რადგანაც ამ საქმეს შევეჭიდე და თან უკვე 5000 ლარზე მეტია ჩადებული ამ უნივერსიტეტში, არ მინდა დავკარგო ეს ყველაფერი და ჯერ ჩავამთავრებ ამ უნივერსიტეტს და მერე თუ საჭირო გახდა უკვე იმ უნივერსიტეტშიც დავიწყებ სწავლას აუცილებლად. ესეთ სიტუაცია მოკლედ ამ ეტაპზე ვარ უმუშევარი, მაქვს ძალიან ბევრი მიზნები, ოცნებები, დღე არ გავა, რომ ამ მიზნებზე და ოცნებებზე არ ვიფიქრო. ყოველ ღამე დაწოლის წინ ყოველთვის ვიწერ პიჯვარს, ვკითხულობ მამაო ჩვენოს 3 ჯერ და მადლობას ვუხდი ღმერთს იმ ყველაფრისთვის, რაც მომცა. ესეც ჩვევაში გადამეზარდა დაახლოებით 1 კვირაა და იცით რას მივხვდი? რა თქმა უნდა შემიძლია მე ვიარო ყოველ დღე ტაძარში, მაგრამ არ დავდივარ. თუმცა ძალიან დიდ ძალას და ძალიან დიდ რწმენას გაძლევს, თუნდაც ის დარწმუნებული ვარ, ყველა ადამიანს გვაქვს დრო, რომ ის 5 წუთი თუ ტაძარში მისვლას ვერ ვახერხებთ, თუ 1 საათი ლოცვების კითხვას ვერ ვახერხებთ, ელემენტარული ყველას გვაქვს იმის დრო, რომ დაწოლის წინ 5 წუთი, არც არის საჭირო 5 წუთი, მამაო ჩვენო ვთქვათ და პიჯვარი გადავიწეროთ. იცით რა მხელა რწმენას გვაძლევს, ანუ მქონდა ჩავარდნები და მივხვდი, რომ როდესაც ყოველდღიურად ამ ყველაფერს ვაკეთებდი, ძალიან წინ მივიწევდი და ძალიან, ესე ვთქვათ, დიდი мотиваცია მქონდა განვითარების და ანუ ნახეთ როგორი რაღაცა სამწუხაროა ის ამბავი, რომ როცა ხვდები, რომ ღმერთის დახმარება გჭირდება და რაღაცა ყველაფერი კარგად არ მიდის შენ ცხოვრებაში, მაშინ იწყებ ლოცვას. როცა ლოცვას დაიწყებ და ყველაფერი გამოსწორდება, უკვე მაგასაც თავს ანებებ რა, მაგ ლოცვასაც. და ეხლა ხვდები, რომ ძალიან დიდი ძალა მომეცა და ძალიან დიდი мотиваცია მომეცა იმისა, რომ მივაღწიო იმ ჩემს მიზნებს, რაც დავიწყე, ესე ვთქვათ, ხო, ვიდეო გაიჩა, იმიტომ რომ ძალიან დიდი გამოვიდა რა. და ეხლა არ მინდოდა, რომ ცალკე ეხლა მომიწევს ქავქაჩი
ამ ორი ნაწყვეტის გადაბმა ერთმანეთზე და ძალიან დიდი დრო დაჭირდება, მაგრამ არა უშავს. ხო და რავი რა, ეგეთ სიტუაცია მაქვს ხალხო, მაქსიმალურად ვცდილობ განვითარებას და პირველ რიგში მინდა უთხრა ჩემს მშობლებს, მადლობა ყველაფრისთვის. ძალიან ვიცი, რომ ძალიან მიჭირს სიყვარულის გამოხატვა, თუნდაც როცა ვესაუბრები დედიკოს, მამიკოს, არასდროს არ ვეუბნები სიტყვა მიყვარხარს, მაგრამ რეალურად იციან, რომ ძალიან მიყვარს ერთიც და მეორეც. თავიანთი დადებითი და უარყოფითი მხარეებით. ასე რომ იცოდეთ, რომ აუცილებლად არ გაგიცრუებთ იმედებს და იმ შრომას და იმ ამაკს, რაც ჩემს აღზრდაში ჩადეთ, აუცილებლად დაგიფასდებათ რა, მოკლედ და რა ვიცი, მაქსიმალურად ვეცდები, რომ ყველაფერს მივაღწიო. ყველა იმ მიზანს, რაც მართლა ძალიან მინდა. ასე რომ თქვენც ყველას გისურვებთ წარმატებებს, ბედნიერებას და აუცილებლად იშრომეთ, იბრძოლეთ, განვითარდით, არ გაჩერდეთ არასდროს და ეცადეთ, რომ მიაღწიოთ იმ ყველაფერს, რაც ესე ვთქვათ, ბედნიერებას მოგიტანთ ცხოვრებაში. და რა ვიცი, არავის არ მიცეთ იმის უფლება, რომ რაღაცა უკან დაგხიოთ და დაგაკარგინოთ мотивация. არასოდეს არ დამოვიწყდება ჯორჯიან ეირვეისის გასაუბრებაზე რო ვიყავი. იქ როცა გარეთ ვიცდიდი ფურცლით ხელში. ერთ-ერთი არ ვიცი ვინ იყო, არ ვიცი დაცვა იყო, მიმღები იყო, რაღაცა პოზიციაზე დასაქმებული იყო ჯორჯიან ეირვეისის ოფისში, გარეთ იყო გამოსული, სიგარეტს ეწეოდა და გამომხედა და ესე თმის ღერიდან ფეხის თითევამდე ჩამაკვირდა ესე ამხედა და ძალიან რაღაცნაირად ეტყობოდა, რომ ნაგლი სახით, ძალიან უჟმური სახით მკითხა, რომ შენც გასაუბრებაზე ხარო, აგდებულად მკითხა რაღაცნაირად. მაგას არ ერქვა თავაზიანი. თან მით უმეტეს დამაკვირდა და შენც ბორტგამცილების გასაუბრებაზე ხარო მოსულიო და მეც ეგრე ძალიან რაღაცნაირად უჟმურად გავხედე და კითხო რა, პასუხი გავეცი. ეგ არ იყო, ანუ როცა ბორტგამცილების გასაუბრებაზე მიდიხარ, აკვირდებიან შენს გარეგნობას, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია გარეგნული სილამაზეც, მაგრამ ეგ არ იყო, ესე ვთქვათ, ის ადამიანი, ვინც გასაუბრებას ატარებდა. არანაირი შეხება არ ქონდა ბორტგამცილებლებთან და ესე ვთქვათ, გასაუბრებასთან. ასე რომ ძალიან ცუდად მივიღე მისი შემოხედვა და მისი ეგ კითხვა. და ასევე ყველაზე კარგი რაც იყო, გოგონა იყო მოსული, ბორტგამცილების ფორმაში ჩაცმული და გარეთ რო გამოვიდა, ეგეთი რაღაცა გვითხრა, რომ წარმატებებს გისურვებთო ყველასო, ძალიან დიდი, ანუ დარწმუნებული ვარო, რომ შევხვდებით ცაშიო. და ეგ არასოდეს არ დამოვიწყდება რა, ეგ სიტყვები. შევხვდებით ცაში. ეგეთი რაღაცა გვითხრა და რა ვიცი, არ ვნებდები წინ მივიწევ. ძალიან მიხარია, როდესაც ხედავ 20 წლის, 21 წლის ადამიანებს, რომლებმაც უკვე მიაღწიეს ამ მიზანს. მართლა ძალიან ბევრ გამოცდილ ადამიანებთან მაქვს შეხება. კი, ეხა ახლოდან არ ვიცნობ, მაგრამ არასდროს არ აქვთ იმის პრობლემა, რომ რაღაცა მივწერო, რაღაცა კითხვა დაუსვა და ყოველთვის გულიანად გამცემენ პასუხს. არის ეტიჰადის ბორტგამცილებელი, ძალიან ისეთი ცნობილი ავიაკომპანია, ეტიჰადი ბორტგამცილებელი მყავს მეგობრებში, წერვე, კონტაქტები, ასევე არის ჯორჯიან ეირვეისის ბორტგამცილებელი, ორთან მაქვს კომუნიკაცია, ერთი არის 20 წლის და მეორე ალბათ 22-ის და ძალიან მიხარია, რომ ამ ასაკში ამხელა წარმატებას აღწევენ. და რა ვიცი, წარმატებას უსურვებ ყველა ეგეთ ადამიანს, ვინებმაც მიაღწიეს თავიანთ მიზანს და ძალიან დიდი შრომა, ესე ვთქვათ, საჭირო ამისთვის და
წავედი მოკლედ ძალიან ბევრი ვიტიტინე, ძალიან ბევრი ვილაპარაკე. ეხლა მინდა მოვამზადო ავოკადოს ტოსტები, ავოკადო ნაყიდი მაქვს, ლიმონი მაქვს, სუნელები მაქვს. ერთადერთი რაც კვერცხი არის, ტოსტის პურებს ვიყიდი. გავაკეთებ ავოკადოს ტოსტებს, მიუხედავად იმისა, რომ ავოკადო დიდად არ მომწონს გემოზე, მინდა რომ გავაკეთო გემრიელი ტოსტი, მივირთვა, მერე ჩავიცმევ, ნაუშნიკებს გავიკეთებ, ცოტა ხანი სავარჯიშოდ გავალ, გარე ტრენაჟორებზე ვარჯიშობ, გუშინ ვივარჯიშე 9 საათის განმავლობაში, დღესაც ვივარჯიშებ, 1.5 საათი დღესაც ვივარჯიშებ და რა ვიცი რა, ბევრად უფრო მეტი შემიძლია, მაგრამ ამ ეტაპზე ვფიქრობ, რომ ძალიან დიდ შრომას ვდებ იმაში, რომ იმისთვის რომ განვითარდე. აბა დროებით წარმატებას გისურვებთ ყველას. წავედი ახლა, რა ვიცი, მივხედო საქმეებს. რა საქმე მე მაქვს, მაგრამ ძალიან ბევრი ვიტიტინე. 1 საათიანზე მეტი ვიდეო გამოვიდა და აბა წარმატებები ყველას, იშრომეთ, იბრძოლეთ, აუცილებლად გჯეროდეთ, გწამდეთ და ყველაფერს მიაღწევთ. აბა თქვენ იცით.